გამარჯობა რუსიკო. გამარჯობა ნანიკო. ახლა ვინც გუყურებთ და ვინც შემოგვიერთდებით, ძალიან გთხოვთ subscribe to რავარია. და მე ჩავყვებით იქ და უკვე 10 ვიდეო იქნება. იმათ ვიდეოს გადახედეთ სათაურს თუ მოგინდებათ დააჭირეთ, ნახეთ, შემდეგ მოიწონეთ. ეს ჩვენ დაგვეხმარება გაფართოვებაში. კი. დღეს არის ძალიან კარგი დღე. დღეს არის კარგი დღეა. ხო, ყოველთვის კარგი დღე. არ არის ნანიკო. ჩემთვის ხო ყვირა ჯერ ერთი რო არიცი რომელი დღე. აი ბედნიერები არც საათს კითხულობენ და არც დღეებს. ბედნიერი ხარ? ბედნიერი მე არ მაქვს უფლება რომ თქვა რომ არ ვარ ბედნიერი. ეგეთი, მაგრამ უბრალოდ კვირის დღეები იმიტომ აქ არა. ნამიკრძალა რომ ამდენი უბედური ადამიანები ხმე ვიძახო რომ სამსახური მაქვს, შვილები, ჯამთელები მყავს, შენ მყავხარ, მეგობრები მყავხართ. დაბძენებულა ამასობაში ჩვენი რუსიკო. ანუ ახლა უბედური ვარ თქო რაზე ვიძახო რა. ბძენი ხალი. ხო ვიღაცები ხო არის ხო ხვდები ანუ ეს ისე მაგრამ კვირის დღეები იცი რატო არ მახსოვს რა დღე არის უბრალოდ ანუ ამერია ყველაფერი ყველა დღეს რო რაღაცა მაქვს ამერ და მერია ორ შაბათიცე შაბათია სამ შაბათიცე შაბათია ოთხ შაბათიცე შაბათია ნამდვილი მარგარიტია მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს Flowers G Events რომელიც აწყობს ყველაზე დიდ ივენთებს მთელ სოფლიოში. ოღონდ საქართველოში ამჯერად. მართლა ყველაზე დიდ ივენთებს და იცი როგორ ივენთებს? ყველანაირი ივენთებს. ღიაცის ქვეშ გინდა? კი ბატონო. დახურულ სივრცეში გინდა? აკე 1000 კაცი. სვინგერების ფარტი გინდა? არის. ყველაფერი. რას ფანტაზიაში. 1000 კაციას. კი. Flowers G Event. ძალიან მაგარი. კიდე სალონი ნახე ფრჩხილები გევიკეთე სიმონ და მაგრამ ჩემხელებზე გინახია გაკეთებული ჩემხელებზე რასაც არ მინახავს და ძალიან ლამაზია მართლა პირველად გაკეთებული ჩხი კაი ლაკია კარგი ლაკია ხო ის დველოდებოდი აი რას იზამს მიკროს ეს ყველაფერზე დაუკაკუნებ ხო და Uptown სალონი Uptown სალონში იმდენად კარგი ამბებია რომ ჩემო რუსიკომ კი ნაღამ თითები მომაჭამა მოგეთ ხო გინდა ყველაზე სიგიჟე თქვა საბანის დღეს საბანის რა ეპიზოდი იქნება არ ვიცი და ჩვენს თქვენთან ერთად გავიგებთ ექსკლუზიურად თქვა ბაჟია სუდანი გავხდი ამიტომ მოდი მოიფარე საბანი მოგესალმე არა დადიქვები გამარჯობა სავა. გამარჯობა ნილუცა. როგორ? კარგად. დღეს რატო გვაქვს ერთი მიკროფონი? იმიტომ რომ ორივემ ცალ-ცალკე რაღაცა გზები უნდა გავიაროთ. და რა გზები უნდა გავიაროთ? სოლოდ. კაი, ახლა თქვი რეალობა დავკარგე ერთი ცალი. სკროლზე ვიძექი და საცხა მომძრა. აი აქ ვართ. ეს არის საირმის 37-ში. დაახლოებით ხო ხვდებით რომ ახლა აქაც არ ჩაივლის ჩვენი ეპიზოდი ნორმალურად. Hello. ნახეთ რა კაი სიცე და რა კარგი გარემოა. That's wonderful. არა ჩეულებ. მოდი აბა ერთად დავენახოთ. მოიმე. ლამაზინინი მოვა ახლა. რომელიც აი ამ ჩვენს აბსურდულ იდეას ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა. ჩვენ დაახლოებით ჩვენს მაყურებელს ავხსენით უკვე რას ვაპირებთ, მაგრამ შენ საქმის კურსში ჩაგაყენებთ. კი, ანუ ჩვენ ვაპირებთ რომ საბას გავუკეთოთ ისეთი ვარცხნილობა რომ თვითონ არ იცოდეს და საბამ აქეთ შემირჩია მე ვარცხნილობა. მე დარწმუნებული ვარ რომ შენი სტილისტები ამ ყველაფერს და ამ ურთულეს მისიას თავს გაართმევენ, იმიტომ რომ თავისთავად ხვდები რომ ვარცხნილობები არ იქნება ჩვეული. მზადო. მოკლედ, ესეთი ამბავი გვაქვს რა. ეს არის სივრცე. მე ვერ აგიხსნით ნამდვილად რა სივრცე არის, მაგრამ აი ამ სკამზე მოხდება ყველაფერი. ოღონდ ჩვენ სარკე არაფერში არ გვჭირდება. მოკლედ, ჩვენ ზოგადად და ძალიან მაგარია, ძალიან კარგად ვერთობით. კარგი არის დღე. მაგრამ ჯეირანი ვითამაშოთ მინდა შეება პირველი. ჯეირანი. ჩემს თარცაფერი უნდა გითხრას არავინ არ ისოდეს. საბა. მე რა მქვია? ნინუცა. ჩვენ ერთად რა ვართ? მეგობრები. ანუ გასწორებული უნდა იყოს. და კვერდებზე უნდა იყოს აპრეხილი მაქსიმალურად. ესეთი იქნება. ოღონდ აი კვერდებზე ამას ჩახუჭუჭებული აქვს და საბას ექნება ჩასწორებული და აპრეხილი.
აუცილებლად. შენ არის ნერვიულო, მე შეგიყვან. და ცოტა აქე წამოდი. არ მჯერა პროსტო. ძალიან კარგად ვარ, ძალიან ისეთ პატივისცემაში ვარ. თითქმის ზუსტად ვიცი ხა რომ მოვიხსნი სტატუსს. რა ужаси ვიქნები. გთხოვ, დასანიავებელი. აპეროლი. ჩემი პატარა კორექტივები შევიტანე. მარცხნილობაში. მიშველეთ. 3 2 1 ვახ, ჩემი კაი რა ხდება ავტოში. მე რა მინდა გითხრათ რომ უბრალოდ ნიუც არის ავადმყოფი და არ არის ჯანმრთელი. არა. მიშველეთ. აუ, აქედან უბრალოდ სუდია. მოკლედ, აბა თქვენ იცით წარმატებებს გისურვებთ. მართლა კარგად აგაკ. დედა ღმერთოს ღარმი ვიდგა გაშიშებული. ო, მინდა რომ სულ ესე კონტესტმები. ჰელო. ოი, ჩემი თვან. მე ხო, რაღაცას მიჩაჩუნებს ახეზე. ცოტა რა შეგჭრათ მებიოდნა ისე შეიძლება? ეს ხო მალე გაიზრდება იდეაში. სხვათა შორის ეს ფერი მოგიხდა. რა, ჩინიოს აქ რამე ფერი? არა ფერი ისეთი განსაკუთრებული. განამათ. და მე კიდე მეიქაპს ვიკეთებ, ხო? ძალიან კარგად გამოიყურებით. არ ძალიან სადად გვინდა, არაფერი ზედმეტი. ნიუცა ძალიან ლამაზი. გეხვეწები რა გენიალური არის ეს. იცი რა არის ესე ბუნებრივია და მომწონს. რაღაცნაირად ცოტა ორი იმას, წარაბები ეხლა დავინახე. ტუში მართლა მომწონს რა გავაკეთო. ამან დაამთავროს გადაცემა. მადლობა რომ გვიყურეთ. სავარაუდოდ ისე არაფერში დახარჯეთ დრო. როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა. მადლობა. გავედით ჩვენ გარეთ. ხო და დღეს ახლა ყავს თან როგორი სტუმარი იცი? მე კი ბაცნობს სულ და ეს ხალხს წელში ამოვიდა, მაგრამ მე საერთოდ არ მაღელობს ეგ თემა. ხო და დღეს ყავს როგორი სტუმარი იცი? ნატალიკო ქუთათელაძე ყავს. ქალი ოპერა, ქალი ძივა, ქალი. მეცო-სოპრანო. რომელიც არის სინამდვილეში, ნუ აი საშინელი ბაცანა ქალი არის სინამდვილეში რა. იცი რა მანდ შენი ჩემ აზრი მეგობარია. გაიხსნება? ჩემ მეგობარი ან გახსნა არ ჭირდება, უბრალოდ არ იზამს მაგას. გამორიცხა შეიძლება სადღაც გახსნაში ეგულისხმე. ანუ გახსნილია ყოველთვის, მაგრამ აქ არ იზამს კაროჩე მაგ. მაგრამ სადღაც გაექცევა, გეუბნები რა, არ არსებობს. ნახოთ სად გაექცევა ნატალიკო ქუთათელაძეს. ეგეთი სათაური უნდა. და ნახე ხა როგორ გაჩნდება. ნახე ჟურნალის სარკე. ჩემი ანდრო ხა როგორ გაჩნდეს, ნახეთ. ესე იგი წუწუნებდა ნატალიკო, მაგრამ არ ვიტყვი, თუ თქვა რაზე წუწუნებდი. ჯერ სტუმარს მივესალმოთ, ესეთი ძივა, ქალი ოპერა, ქალი ძივა, ქალი ვარსკვლავი. ქალი მეცო-სოპრანო. და მიდი შენ უთხარი და შენ არ ხარ ოქსზე შევედი, ანუ იმ სივრცეში შევაბიჯან პატარა ფრაზი. გიждები აი მასში უთხარ. ხო, ანუ X ფაქტორში ის იყო მაკა ზაბახიძის შვილი და აი ტვინი წაუღეს, რომ მაკაშვილი და გავბრასდი და მართალია. მეთქი შვილო, შენ ხარ, კი და მაკა არის შენი შვილი. არა, მე ვთქვი, შენ არ ხარ მაკას შვილი. მაკა არის შენი დედა. ხო და შენ არ ხარ ეკას შვილი. მინდა გითხრათ რომ არა მაქვს მაგაზე არავითარი პრეტენზია. არა, რატო უნდა გქონდეს ანუ? დედა მყავს და ძალიან მშვენიერი ბებია და პრეტენზია გაგი მაგარი უნდა იყოს ჩემს. არა, მაგაზე თუ გინდა ცალკე ვისაუბრებ. რატომღაც ვიწყება ხოლმე რომ მე თვითონაც რაღაც რატო რა ძალიან ყვაყოფილი ვარ და ძალიან გამიმართლა მე მგონი რომ მაგათი შვილიც მე ძალიან ყვაყოფილი ვიქნები და სტატუსით ბოლომდე ასე რომ არა, რაღაც სტერეოტიპული სხვა არსებობს აზროვნება, რომ აი უნდა იმის ჭრდილის ქვეშიდან გამოვიდე და გამოსულია, მაგრამ ბავშვობიდან რაღაც სხვა. მაგით კი არა რომ მე მაგარი ვარ და გამოვიდი, უბრალოდ აი ეკას უფრო აქვს ეგ მომენტი, იმიტომ რომ მგონია რომ ეკას უფრო გაუჭირდა რა თვალსაზრისით რომ ჟანრობრივად ერთ ჟანრში არიან, ვიზუალურად ძალიან ყვანა, სტილი ასე თუ ისე ერთია, სცენა ერთია, კომპოზიცია, აი მივხვდი ყველაფერში უნდა უფრო მეტი ძალისხმევა ჩაედო იმისთვის, რომ აი რაღაცა თავისი ნიშა ეპოვა რა და მაგ მხრივ მე უფრო რაღაცა მარტივად. შენ ხასიათიც ისეთი გაქვს, ამას ვიძახი, ხა კარგად ხო არ გიცნობ, მაგრამ აი
გონია რომ აი ქვად დარკინახარ, აი მტკიცე რაღაცნაირი. თქვა ეკას ვედრებით, ეკა ბევრად მოდი, დამბიერია, ეკას ბევრად შევედაროთ, რბილია და ბევრად უფრო თქვა დამჯერია ნანის შემთხვევაში. ეხა უფრო ცოტა გაწიწმატდა და მე აქედან არ დაუნჯერო, არ დაუნჯერო. ჩაიცვი რაც გინდა ესე ბევრები ხოლმე. რაც გინდა ის თქვი თუ რაღაცა ეგრე არა, იმიტომ რომ ნანი აი რაღაცას რო იტყვის, აი იმდენად დიდი ისა ავტორიტეტი. ეხა ჩემთვისაც კაცო რა სისულელია, მით უმეტეს როცა რაღაც პროფესიას ეხება. ძალიან მგონია ნანი და მგონია. იცი როგორ არის რაღაცებში ძალიან რბილია და მე ვფიქრობ რომ ძალიან თანამედროვეა და ძალიან აშკარა ბრძენი ფაქტი არის. და აი მართლა ისეთ კრიტიკულ და რაღაცნაირ სიტუაციებში ისეთი სწორი და მოულოდნელი რეაქციები ქონია რომ აი მხოლოდ ხურვალი აპლოდისმენტებს იმსახურებს და ეკას შემთხვევაში უბრალოდ უფრო მარტივად ასე ვთქვათ ერევა და მე უბრალოდ არ ვიღებ ხო და ეს არის აბა რა, არ უნდა მოერიდო. ხასიათიანია ასე ჩანს, მაგრამ რატომ უნდა კი არ ვებრძვი უბრალოდ ხო, არის ამ რაღაცები რომ აი ხა გეუბნები რა ტატუებზე რო ვლაპარაკობ ხო, ხა აი ვერაფრით ვერ ეგუება რამდენი დაინახავს გაგო რა თვითნება აი ვერ ეგუება რა და ვერც იმას ვერ ეგუება რომ ვერ მერევა ხო. ვერც იმას ვერ ეგუება რომ ამას უყურებს და ხედავს იმიტომ რომ არ მოწონს ხო. და ნუ მე მაინც ვაკეთებ რა თქმა უნდა, იასანია. მაგრამ აი თვითონ დანი ამბობდა რომ დეიჩემი არასდროს არ მაქებდაო. და ესო ჩემთვის რაღაც ერთ მოტივაცია იყო, იმიტომ რომ რო არ გაქებენ, გინდა რომ დაუმტკიცო რაღაცა, მოაწონო თავი რომ შეაქონ. თვითონ ნანი თუ გაქებს, იმიტომ რომ როდესაც გაკვეთილი გაქვს უკვე ვიღაცისგან, გინდა რომ სხვანაირად გააკეთოს. აი მაგ ხრივად ძალიან ისეთი რაღაცნაირი ქალია მართლა ხა ესე გამოდის რაღაც ოჯახის წევრზე ვითომ ხოლმე ამბობა ხოლმე არ მცხვენია რა როგორც რაღაც ბებიაზე კი არ ვლაპარაკობ ესე ცალკე აღებული პიროვნება ძალიან როგორ ვთქვა აი ხო ბრძენია რა არის ბრძენი დედას კი იმიტომ რომ აი მართლა არაფერი ის არ გაიმეორა რაც თვითონ გამოიარა იმიტომ რომ მაგისგან გაქცევა ძალიან რთულია რა ვიღაცებს ჭირდებათ თერაპიები და წლები რომ აი ამ რაღაციდან გამოვიდნენ რა ეხლა რაღაცა ტირანთან კი არ ცხოვრობდა მაგრამ ნუ საერთოდ ვერც წარმოვიდგენ ხოლმე რაღაცებს რო ყვება რა საკამდე აკონტროლებდა დედამისი და რა დონეზე და როგორ კი ძალიან მძიმედ გაიზარდა ეს თვითონ აქვს მოყოლილი მაგრამ მეორე მხარე ქონდა იმ ხელა სიყვარულში იზრდებოდა რომ აი მაგან გონია რომ ძალიან დაუბალანსდა არ დაკომპლექსდა და არის უბრალოდ ნუ იყო აი რაღაცა სტერეოტიპული მაშინ მაგთაობისთვის მახსოვს ძალიან სასაცილო ისტორია, რაღაცა იუბკის ჩაცმა უნდა და ბოდიში ქვედა ბოლოსი და პარიზში მიდიოდა და ნუ ჩაცმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თავითვე ნანის დედისთვის კერავდნენ და ნუ ეს ჩაცმა ის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რა ცხოვრების და ნუ ცოტა მოკლე მოუვიდა ეს ქვედა ბოლო და ნუ სახლში ამაზე მოხდა უბედურება და ცაბუ ერქვა ნანის დედას და იზახდა რა მაინცო ჩავიწმევო ამ კაბასო ნანი თქვა და პარიზში მიდიოდა და ხო და არავისთან არ თქვა რომ საბუნიას შვილი ხარო ანუ ძალიან ძღვენოდა რომ ეხლა ნუ ეხლა ეს სასაცილო ხა პარიზში ვინ რა იცის საბუნია ვინ არის მაგრამ ნუ მისი ღირსება აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხო და ნანი მე არაფერი არ გაიმეორა არ გაიმეორა თქვენთან აპირიქით ეკა იძახის ხოლმე მე მგონი ძებეთი თავისუფლება მოგცაო აუ იცი რა ხო ეგრე არის როდი ცოტა შორის ახლა მე ესე არ რაღაცნაირად ესე არ მახსენდება მაგრამ აი სიმკაცრე თქვა რაც მართლა დედაჩემს ქონდა ჩემთან ანუ ჩემ შვილებთან და ის რომ მე არასოდეს არ მაქებდა და დღემდე ესეა ანუ პირიქით მე მგონია რომ ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შვილების ქება რა აი ხა შექებას რაც ეხება ოღონდ ეს წერიმით ეგრე არისო ეგრე ნამდვილად არისო უბრალოდ აი რატომღაც უცნაურად არის მე ვფიქრობ მოზარდის ტვინი მოწყობილი რომ რაღაც ასაკში აი იმას კი არ უჯერებ რაც მართლა რაზეც მართლა გაქებენ რაც მართლა კარგი გაქვს რასაც ყოველთვის ყველა მეუნებოდ აი რაღაცა ერთხელა გორჯერ თქვა რაღაცა ისეთი ნათქვამი და ნუ აი დამთავრდა მთელი ცხოვრება ხე ის დამყვება ეხა ძალიან ვცდილობ რომ ამ რაღაცებიდან გამოვიდე და მივიღო ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ და რაღაცა ეხა ძალიან კომფორტში ვარ რა მაგამ ხრებში რომ შენ თავთან კომფორტში არ ვიცი დრო რაღაც არის ჩემი რაღაცა ერთი მეგობარი ებრაელი რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ჭკვიანი გოგოა და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები აქვს ჩემ ცხოვრებაში შეტანილი აი სულ რამდენიმე სიტყვი და აი რაღაც სულ ვიძახდი ერთად ცხოვრობდით მიუხენში და მომდი რომ ეს არ მომწონს ის არ მომწონს რაღაცა ნუ აი ჩვენთან ეს ცოტა არის ეგ სტერეოტიპული აზროვნება რომ ადამიანის მოდელი აი რუსკა ძალიან მომწონს გიждები შენ სითხელეზე შენ აი ამ რაღაც ჩამოსხმულობაზე მაგრამ ვერასოდეს ვერ ვიქნები მე რუსკა მოხაშველის აღნაგობის აი რა ვიცი იმიტომ რომ ესე სულ რაღაც ესე მეგონა რომ ყველა უნდა ვიყოთ ანუ ხა ნახე შენ არ გინდოდა მაგრამ გეგონა რომ ესე უნდა იყო თუ რა ხო ნუ იქ აი რაღაცა წონა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის დღემდე რა ვიცი ხა ყველა ცხოვრებაში ალბათ რაღაცა დონეზე მნიშვნელოვანი ვიზუალური მხარე მაგრამ
ისეთი აქცენტირება, როგორც ჩვენს ქალაქში და სოციუმში ხდება, რომ აი მე როგორ გახდი და ეს რო კომპლიმენტია, აი გააჩვაშია. საერთოდ არ ვფიქრობ კომპლიმენტია. ხო, აი რაღაცა ეხა მივხვდი ნელ-ნელა. არ ვიცი, შეიძლება ძალიან მომეხმარა სხვაგან ცხოვრება და სხვა სოციუმის ძალიან მოგეხმარა, აბა რა ცხოვრება, რომ დავინახე, რომ აი ჩემთვის აბსოლუტურად აი როგორ გითხრა, მიუღებელი გარეგნობის გოგო იყო ძალიან თავდაჯერებული, ძალიან მოსაწონიც კი, აი უკვე რო გატყობ, რომ შენც მოგწონს და მე მივხვდი, რომ აი ეს არის რა, ზუსტად ეს მინდა მეც, რომ თქვა ჩემ თავში. ანუ ეგ არის სილაღე, რომ შენი თავი გიყვარდეს. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ისეთი გალაღებული ვარ, რომ რაღაცა თქვა ისე ჩავიცვარა, ზუსტად ვიცი, რომ არ მომიხდება, მაინც ხო ვარ ამ რაღაცა იმეებში, ჩარჩოებში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ჩემ თავს უთხარი, რომ ძალიან მომწონ ხარ, ძალიან მიყვარ ხარ და აბა შემიცი. მაგრამ ნახე ხა თმას იზრდი. მეც ვიზრდი და ამაზე დავიწყე ფიქრი, რომ რატო ვიზდი კაცო თმას ამდენი ხანია. მივხვდი, რომ რაღაცა ქალმა გაიღვიძა სადღაც ჩემში. შენშიც? ვერ ვიტყვი, რომ მანდ მეც რაღაც მასკულინურ და ფემინური მაშინ ბრძოლაში, მაგრამ მართლა მომბეზრდა, აი გულწრფელად მომბეზრდა და რაღაცა ეტაპი მაქვს ხოლმე ცხოვრებაში, რომ აი რაღაცა აი როგორ ცვლილებას გულისხმობ, იცი, აი ოდნავ რაღაცა შევიცვლი და აი საერთოდ სხვა რაღაც ტალღა მომდის და გრძნობ, რომ სხვებსაც უფრო მოვწონ ვარ და უფრო რაღაცა ხა იმ დღეს რაღაც დაბადების დღეზე ვიყავით და ნუ ეს თმა ხომ მნიშვნელოვანი ნაწილია, საერთოდ გცვლის რა. და ვიღაცები მეუბნება და მე ჩემ ხარს ვეხუმრებოდი რომ რამე ხდება აი ყველას რო გონია რომ აი ისე რო ბრჭყვიალებ რომ აი ნუ რაღაცა იმაში ხარ რა ახლოვანებაში და ეგ მდგომარეობა ხო და აი ეგ მდგომარეობა შემილია შევცვალო თმით ან რაღაც არ ვიცი ძალიან უნიშნელო რაღაც ხო რაც შენ რუჯი შეიძლება აი უცებ აი ქალისთვის აღმოჩნდეს აი რაღაცა თავდაჯერების არ დაიხო ფიქრობ აი რამდენი წელია ჩემს თვალწინ ნუ ეხა გაიზარდა თქო ვერ ვთქო მაგრამ ბევრი წელია გიყურებ ხო და აი ჩვენ თვალწინ გაიზარდა არა ეს ძალიან ხამაღალია მაგრამ ნუ ეხლა ასაკობრივად შეიძლება დედამისთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე თვითონ ნატალიკოსთან მაგრამ რაც გეუბნები ცეკა ერთხელ ორსულად გნახე იყავი ხალათების მაღაზიაში შევხვდე ძალიან კარგად მახსოვს და გამიკვირდა კიდეც რომ აი მხელა ორსული რა კარგად გამოიყურები ხო და ძალიან სექსუალური და ლამაზი ხარ ჩემთვის დიდი მადლობა ყველა მდგომარეობაში როგორ კომპლიმენტებს აი ამ ბოლოს ვაიძულებ ჩემთავს რომ კომპლიმენტს რომ მივიღებ აი მადლობა თქვა მე დღემდე ძალიან მიჭირს მაგრამ მადლობა ხო იცი არა ის კი არ დავიწყო რომ არა რასამობ და ეგრევე ცუძე რო ვიწყებთ აქცენტირებას რომ არა რასამობ არ მეძინა არა რასამობ გავსუქთი არა აი რაღაცა და მადლობა და მე ცოტა ხანი იცი რომ ხშირად ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ვიღაცისთვის ისე გითქვამს და რა კარგად გამოიყურები უბრალოდ რაღაცა ლაპარაკის დროში აუსვლა და ეს სულ ეგ დროს გახსენება შეიძლება მე კი მithქვამს ძალიან ხშირად რომ რა კარგად გამოიყურები და მე ვიღაცა შენც რო გეუბნება ესე უცებ სტრაფად რა კარგად გამოიყურები მე გახსენება შეიძლება რომ ვიღაცასაც ხო უთხარი და ისე ხომ მოატყუე და ისე დიდი შანსია რომ შენც მე თუ ოდესმე თქვენთვის მithქვამს რომ ან ლამაზი ხარ თან კარგად აქ აპლოდისმენტები ჩამისვით რომ დაამთავრებს Drop the mic. გავაგზავნეთ. გაფართოვებაში. კაი სამხ ეტაპი ასე ვთქვათ. კი. ხო და ეტყობა ხოლმე ეგეთ ადამიანი. ან ეგრე ეტყობათ ხოლმე ადამიანი. რაღაც მომენტში შენი თავი თუ დაგევასება, აი მართლა ეგ სიტყვა დავასება. თუ დაგევასება შენი თავი, მე მართლა ეს არის რა. აი ზუსტად ჩემ მაგალითს მოვიყვან, ან თავდაჯერებული არ ვიყავი ამ დროს. ჩემი თავი რო არ მომწონდა, ნუ ეგ იყო ფაქტი. ეხაც არ მომწონს ჩემი თავი, მაგრამ შეიცვალა რა. ანუ უბრალოდ მივიღე ჩემი თავი და ანუ ისეთი რაღაცები გამოდის. ხო. აი ისეთი რაღაცები გამოდის, რომ აი შეთითო რო გიგურს ხო იცი რანაირად გამოდის და ანუ იმასაც აღარ უშვებ, რომ ეს აღარ გამოვა, ანუ აი გამოდის ყველაფერი გამოდის. მაგრამ იმ დღეს აი ეს ებრაელი გოგო რო ახსენე, ახალი ამოჩემება მაქვს, აღმოვაჩინე YouTube-ზე, ებრაელი გოგო, რომლის როგორი ფანი გავხდი, იცი, ფანი მივიწერე რომ მეთქი მიპასუხე. და იმას აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომ ადამიანს არის რაღაცა კონკრეტული როგორ გითხრა? მოლეკულა. არა, აპარატი მაგალითად, რომელსაც ჭირდება სწორად დაქოქვა, რომ მას სწორად იფუნქციონიროს და იძახის, რომ აქ არის ცენტრი, ანუ თიმუსი, საიდანაც ჰორმონები გამოიყოფა, რაღაცა აქედან მიდის მერე ტვინში, აქედან ნეირონებში და ბედნიერი ხარ და როდესაც შენ ამას გამოყოფ, მუდმივად შენს გარშემო ყველა და ეს ჩვენ შევ. მე დანადგარი არ არის რო ჩავიდგა და პინგ დავაჭირდება. ამას ჭირდება უბრალოდ თვალები დახუჭო და წარმოიდგინო, აი ჯერამსი მეცნიერა ესე რა ქვია დეტალურად მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ ფაქტია რა, აი რაღაცა აი რუსკამაც იგრძნია. აუ იმინე ყველაფერი ხოძია რა ძმა, უამში. აი ეგ არის რა ალბათ მნიშვნელოვანი და მე მგონია რომ ეგეც რაღაც აღზრდის რაღაც ნაწილია, რომელიც ალბათ ჩვენმა მშობლებმა არ იცოდნენ, ჩვენ უფრო ვიცით რაღაცები, იმიტომ რომ რაღაცებს ვეცნობით, ვსწავლობთ, ვკითხულობთ, მაგრამ ისე ჩქარა ვითარდება ყველაფერი, რომ ძალიან მალე შეიძლება
აი ძალიან დიდი წვეტა იყოს ჩვენსა და ვთქვათ ჩვენს შვილებს შორის, არა? იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ყველაფერი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ეხლა ვერ ვიტყვი რომ უშეცდომები ვიქნებით და ეს თაობა იქნება ის რაც იქნება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ქვეყანაში და ამ გარემოში, რაშიც ვართ და ვცხოვრობ, რომელიც ძალიან ტოქსიკურია სამწუხაროდ, მაგრამ მგონია რომ აი ამ რაღაცების ცოდნიდან გამომდინარე ბევრად მეტი ნაბიჯით წინ იქნებიან ეს ბავშვები ჩვენზე უკეთესობისკენ, ვიდრე თუნდაც ჩვენ ვართ. იცი სულ ფიქრობ, რომ აი შემდეგი თაობა უკეთესი, შემდეგი უკეთესია. ცხადია, რომ ევოლუციაა. ყვიანები არიან ბევრად რა. კიდე სხვანაირები არა, არიან. მგონია რომ ისედაც ეგრე იქნება, მაგრამ მე რას გულისხმობ, იცი რაღაც აღზრდის რაღაცა ფუნდამენტი არსებობს, რომელიც არ იცოდნენ, ну, უბრალოდ უბრალოდ არ იცოდნენ, თუ ეს ხვარი ხო არ სიყვარულისგან. ფეხი არ გაგიციდეს, რომ საკურცხეთფილად კონდეს და კარგად ჩამერო შიმშილით არ მოკვდე. არა, იდეა შეფასებები, იცი როგორ შეფასებებს გულისხმობ, აი ყოველდღიურობაში, ბავშვთან ურთიერთობაში, რა გატირებს გოგო ხარ, კი, აი რაღაც ემოციების, აი სრული იგნორირება პატარა ასაკში გულისხმობ და ნუ მე ეგ მგონია კი არა და 100%-ით დავწმუნდი, რომ მე ავლენს თავის თავს რა. და შე როგორი დედა ხარ? ძალიან ვცდილობ, ну, რავი, როგორც ყველა ალბათ, მაგრამ ძალიან ჩართული ვარ და უფრო მეტად ვცდილობ, რომ რაღაცები ვისწავლო და ვიცოდე და ის კი არა, რომ რამე არ სწავლა არ შემეშალოს. ჭირდება, როდესაც ჩვილი გიჩნდება, რაღაცები უბრალოდ იცი და მორჩა. მის გასწავლო და მე მგონია, რომ არა. აი მაგაში ვერ გეთანხმები. იცი, აი ჩემზე იყო ყოველთვის ესეთი მითი, რომ მაგან ეხა, აი ზუსტად ეს ელაპარაკობდა ჩემი დაც და დედაჩემიც აი ესე რა. ორსულობის პერიოდშიც ელაპარაკობდნენ ამას, აი პირდაპირ. რომ ეხა ამას შვილი რომ გაუჩნდება, რა უნდა აკეთოს, აი რა უნდა აკნას და რა გვეშველება. იმდენად ანუ 5 წუთი და მე და ჩემი და პირიქით ხო იცი, დედაჩემმა შვილი რომ გააჩინა ელიზბარი მესამე, ნინუცას წამოვიდა რძე და ანუ აი მართლა ეგეთი მდგომარეობა იყო, ხტები და მე დამაჭერე და 7 დღის მართლა წამოვიდა რძე. ანუ დაახლოებით ეგ მდგომარეობა ქონდა, თამრიკოს არ აკარებდა და ანუ თამრიკოს არ აკარებდა 3 თვემდე ბავშვს და მე ერთი ყუთი რომ დამაჭერინეს 7 დღის ელიზბარი, ეგრევე კარადაზე ვაგლეჯინე თავი და ანუ კიდე ბევრი ეგეთი ისტორიები, ან არ ვიყავი ყურადღებიანი და სულ მარტო ამას ლაპარაკობდნენ, რომ აი ეს რანაირად და მე ხო იცი ცუდუსი არ ვაჭავებ და ეგრევე ჯიჯას ავიყო და რაღაც სისულელებს. ეხლა გეუბნები 7 წლის წინანდელ ამბავს და გაჩნდა თუ არა? ანუ დამთავრდა ყველაფერი, აი გაჩენის წამიდან დამიწვინეს თუ არა დამთავრდა ყველაფერი, საიდან ვიცოდი, როგორ ვიცოდი, რანაირად ვიცოდი, არ ვიცი. არავინ არ მიმიკარებია საერთოდ, დასაბანათაც კი არ მიმიკარებია, გამოსაცვლელადაც არ მიმიკარებია. არ არის რა, ანუ რაღაცები უბრალოდ იცი და მორჩა. იცი რა, მეც მაგას ვამბობ, რომ ეს ფსიქოლოგია და ფსიქიატრია ეს ინსტიტუტები ხო არ არსებობდა არასდროს და იზრდებოდა თაობები. არ ვიჩიჩქნებოდით, ალღოს და ინსტინქტს მიყვებოდით, ეგრეა. ხო და ეგ იყო რა და ეგეც ინდივიდუალურზე გეთანხმები, ეგრეა. ხა ვინ კი ვიღაცები შეიძლება სწავლობენ მართლა პამპერსის გამოცვლას თუ რაღაცას, მაგრამ მე უფრო იცი რა გულისხმობ, აი რაღაცა ეხა ძალიან შორს წაგვიყვანს ეს. მიდი რა, ისეთი მოკლედ და ცოტა არა, აი რაღაცა მე ეხა გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი რაღაცა შიშები მაქვს, ტრიგერები მაქვს, რომელზეც აი თითქოს ვიზუალიზაციას ვაკეთებ ამისას და ცუდს ვაკეთებ, ესეც ვიცი, ამაზე ჩემ თავზეც მუშაობ, მაგრამ აი არის რაღაცები, რაც გონია რომ უნდა პროსტ ისწავლებოდეს რა. დადი ხარ ფსიქოლოგთან ხოლმე, რომ გაარკვე ეს ამბები, კი? ჩემ ფსიქოლოგთანაც და ბავშვის ფსიქოლოგთანაც და ნუ რაღაცა არის რაღაცები, რაც უნდა ისწავლებოდეს, რა უნდა ისწავლებოდეს, ერთი მაინც. ნუ აი რაღაცა, როგორ არ მიმართო ბავშვს. როგორ არ, ანუ როგორ ყველაფერი როგორ არ. ყველაფერი როგორ არ? ხო, იმიტომ რომ ხა მე მაგალითად ორსულად რო ვიყავი, მქონდა აი რაღაც იცი როგორ ის განწყობა, რომ რას ქვი, აი უკვე რომ რაღაცნაირი მკაცრი და უკვე რომ ისეთი დედა ხარ. აი რა საიდან მოფრინდა საერთოდ ეგ შეგრძნებები არ ვიცი. აი ვიყავ რას ქვია, ვერ ვიტან უზნეო ბავშვებს და საერთოდ აი და რო გაჩნდა მივხვდი რომ აი რა საერთოდ სად ბანაობ, საერთოდ სად ახარ. და რა ვის რას მოჩეჩავარ აი ეს პირიქით, აი ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა და რა ისდება ეს მატულობს და მატულობს არა? ხო, ნუ ძალიან მიჭირს აი რაღაცეები. იცი რა, მე თან ახლა ბავშვიც ხო ინდივიდუალურია და თვითონ ბავშვზე უნდა აეწყო. აი შენ რო შენ რაღაც გეგმები გქონდეს, მე აღმოჩნდება რომ საერთოდ სხვანაირია და პირიქით შენ უნდა აეწყო იმას რა და ამ ჩემი შვილიდან გამომდინარე გრძნობ რომ რაღაცეებზე მომიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, რაღაცეებზე ძალიან ბევრი თვალის დახუჭვა, კიდევ უფრო მეტი რაღაცის სწავლა, აი პირდაპირ გაგებით სწავლა. მე ლილუსგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, რომ სწორად ამებრუნებინა მისთვის
მისივე რაღაცა. იდეაში მივხვდი რომ ბევრად მეტი სამუშაო მშობელს აქვს, ვიდრე ბავშვზე უნდა იმუშაო. ანუ შენ თავზე უფრო მეტ რაღაცებს წვალობ და ნუ წვალობ ხო ეს. არა რთული არა, მართლა რთული არა რაღაც ეტაპზე. თან ჩემი შვილი ითვლება რომ არის ტემპერამენტიანი. ნუ რასაც ვთქვათ, ადრე იტყოდნენ ჯიუტი უხასია თუ შეიძლება უზნეო ცელკი რაღაცა, ნუ ტემპერამენტიანია და შესაძლოა უფრო მეტად მიწევს რაღაცეებზე ადაპტაცია, ვიდრე ვთქვათ რაღაცნა ეგეც რაღაცა სისულელეა რა რომ მე ისეთი ბავშვი იყო აი დადებდი და იდო რატოა ეს კარგი ვთქვათ ანუ არანაირად კარგი იმიტომ კი არა რომ ხო ვინმე რამე არ შეეშინდეს ცუდი კი არ არის მაგრამ კარგიც რატოა ან ვთქვათ ის რატოა ცუდიან ეს რატოა კარგი თუმცა არსებობს სხვა ტემპერამენტის და ხასიათის ადამიანი ზოგს უნდა რომ იდოს და ზოგს უნდა რომ ირბინოს არც ერთია ცუდი არც მეორე არა მე მაგალითად 7 წლამდე ვიდევი ხმას არ ვიღებდი აი ზუსტად ეგ ვიყავი მე და მე აიშვარი არა იქენი აიშვარია ვქენი 17 წლის მერე 17 წელი ვიდევი. აიშვარია ქენი 17 წელი. რა კარი რამე გამახსენე. აიშვარია ხო. კიდე რაღაცას ვხედავდით მე და ძალიან სასაცილოდ. რაზე არა. კეთებდი ძალიან სასაცილო ხო ყველაფერს ხალხო. ვინც არის ის ამაგარ ვიცი ნუ საოცარი იუმორის პატრონია. ანუ საოცარი ანეკდოტები. აი ეგ მინდა ეხლა ვასერიოზულად აი მეორე მხარე ნატალიკო ქუთათელაძის მეორე მხარე თუ არის აბსოლუტური კრეტინი მინდა რომ ვიცოდეთ რა ანუ გავიგეთ რომ ძივარი და ოპერა და ყველაფერი მაგრამ ანუ აიშვარია რაი გამოექცა ეხლა გამოუვარდა და კიდე ერთი მქონდა ძალიან ბევრს ვიცინოდით მაგაზე ხეროდი შენ მე მეყვებოდი და ნატალიკო ქუთათელაძე არის ჩემი სიყვარული რა აი ეს კუთხე რა ვინც არის რა მაგარი ანუ და რომ ჩემი ეგ ნაწილი გამოეცა ძალიან მაგარი ხო გამოგცდა აიშვარია რაი ხაი და აიშვარია რაი ამოცდა მაგრამ ის მარტო აი ესეც მითხარი რა აი ეს მშვიდები მე მართლა აიშვარია რა იშვებიან თუ მაინც მშვიდი ხარ და დევ არა აიშვარია რა ეჩვეულები ისეთი აიშვარია ვარ რომ იმის იქით არის აიშვარია და აიშვარია ანუ რაც ვაგროვე კარატისტია ჩვეულებრივ. აი შენ, აი სულ ესეთი რო ხარ, აი. მორიელი ხო ხარ? მოხვედი, მართლა რო გადმოვიდე მანქანიდან, კი. სამი მორიელი ვარ. მორიელები ვართ. შენი 29-ში არ არის? 21-ში. 21-ში, რა შუაში იყო? ნოემბერი? ხო. ბოლო არა? ლევან მესამეს დაბადების დღეზე და წავა, წამოვა, დაეტაკება ხან ერთ ლევანი პირველს, ხან მეორე ლევანი. ჩემი ოცნება რომ სამივე ლევანი ერთხელ აქ დაპატიჟეთ რა. ერთად. დაპატიჟეთ სამივე. სამივე ლევანი როგორ მინდა, იცი რომ აქ იყოს? მე არ მინდა. აქეთ იქით მე და შენ აქ სამივე ლევანი. ჩემი ოცნება, მართლა. просто ვილაპარაკებ და შენ გაგახსენდება ხან ერთ ლევანზე რამე ისტორია, ხან მეორე ლევანზე, ხან მესამე ლევანზე. დაორგანიზე თანახმად. დავაორგანიზო. არა, ეს ყველაფერი, აი ეს ეხლა, აი მართლა მაინტერესებს, აი ეს რაღაც საყოველთაო აღიარება შენია. აი, ყოველ ხან რას ვაშიარებ, ხან რას ვაშიარებ, შენთან გაჩერდი. არ მინდა ეს თავდაბლობა რა. მართლა არ თავდაბლობა არაფერი, ეგ არის. ღერი? ზღვაში წვეთის წვეთი. წამყვან არიებს, ხომ ღერი ოპერებში. მღერი, მე სალამი შენი, მე მეტი რა უნდა აკეთო. უნდა მღეროდე. რა უნდა ხნა? უფრო მეტად უნდა დავდიოდე და ძალიან მიჭირდა ვერ. წეგარ მითხარი ძალიან დაკავებული ვარ და რა გიშ. არა, ნუ ვიღაცა თუ ვიღაცა რა ხა ვინმეს კი არ ვედრები, მაგრამ ის არის ამ პროფესიაში თუ ჩემი კოლეგები, აი მართლა ჩემოდნებზე ცხოვრობენ და სულ დადიან ქვეყნიდან ქვეყანაში, იდეაში მეც ესე უნდა ვიყო და ვერ ვაკეთებ მაგას. შენ ვერ აკეთებ მაგას და არა იმიტომ რომ შემოთავაზებები არ არის. არა, იცი რა, მე როგორ ენერგიასაც უშვებ სამყაროში ის მიგროვდება. ხო, ოღონდ მართლა, აი რაღაცა რო არ მინდა ის არ ხდება, რაღაცა რო ძალიან მინდა ის ხდება. და რა გინდა შენ პროფესიაში აი ყველაზე მეტად სად მიდიხარ საით? რომელ სცენაზე? ძალიან ძიმე პასუხის არის კითხვა, იმიტომ ეკნება რაღაცა ალბათ არა? არ ვიცი, სად მინდა რა, აი რაღაცნაირად არც ვიცი რა მინდა საერთოდ, აი რაღაცა აი რაღაც ჩემი მეტი არ ნახავს ამ გადაცემას, იმიტომ რომ მართლა გული უჩერდება. ეგ არ უყურო ამ გადაცემას. თემაზე რო ვიწყებ ლაპარაკს, აი პირდაპირ გრძნობ ხოლმე რომ აი ფერი ეკარგება და ცუდად ხდება, იმიტომ კი არა რომ კითხვა გამიჩნდა საერთოდ მინდა თუ არა ეს პროფესია, მინდა და მიყვარს და სხვაც არაფერი არ შემიძლია და ვიცი რომ რაღაცნაირად გამომდის, აი რაღაცას გრძნობ რომ ვიცი რომ თქვათ იქა ვარ სადაც უნდა მოვხვედრილიყავი, მაგრამ ხო იცი ყველაფერში ფასი ხთი რა და აი ამ ფასის გადახდა ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მაგ საშინელი მიჯაჭვულობა ოჯახზე, ქალაქზე, ნუ ეხა უკვე ჩემ შვილზე ხო და აი ეგ რეჟიმი, რასაც ეს პროფესია მოითხოვს, ოღონდ სუფთა იმის თვალსაზრისით, აი დისტანციის მხრივ ძალიან მიჭირს. მესმის ძალიან. მაგრამ შენთან ხო ერთად დადიხართ ხოლმე თუ ვცდილობთ ძალიან, მაგრამ აი ხო არის რაღაც იცი რა, მე თუ ავირჩევ და ჩემ აგენტთან ერთად ჩამოყალიბდები იმაზე რომ მორჩა მე ბოლომდე ვარ ამ საქმეში ჩართული.
მაშინ საერთოდ სხვანაირად იქნება. აი სანდრო უნდა მოუწყვიტო ყველანაირ თავის სოციუმს რა აი მოკლედ რაღაც იცი როგორი შეგრძნება მაგ რო აღარ ვდგავარ მყარად ძის რა და ეგ ძალიან მარყევს მენტალურად. ეს კომპრომისია ეხლა? საშინელი. ხო, მე რომელშიც იცი თან ეხა სურავისა მაგ ფიქრები რომ მე რაღაცა არ ვინანო, მე არ აღმოჩნდეს ის რომ აი რაღაცნაირი ქალები ხო იცი სამზარეულოში რომ დაждდება. შენ მქონდა და რაღაცა ეგ არ შე მაგას ვერ გადავიტან რა. და სადღაც მე რომ მიეძახო რომ მე შენ გამო ამაზე უარი ვთქვი მაინც არა მაგას არასოდეს არა მაგას სულელე მაგას ერთერთი მაგის გამო არაფერს არ ვაკეთებ ეს ჩემი გადაწყვეტილი შუაში ახ სანდრო უბრალოდ აი რაღაცნაირად ვერ გავიგე ბოლომდე რა მაბრკოლებს მაგრამ გრძნობ რომ აი მაგას თუ გავივლი ოღონდ ეს ის კი არა რომ სტრაფარეტულად კომფორტის ზონიდან უნდა გაახვიდე რომ რაღაცა ხა კომფორტის ზონიდან აქაც შემიძლია გავიდე აქ მართა რაღაც გეოგრაფიული იმაზე კი არ არის მაგრამ აი მიჭირს ეგრე მოწყვეტა ყველაფრისგან რა მე ალბათ რაღაცა რომ აღარ გინდა ახლა ასეთი ნებია ჩემი დირექტორი კი არ არის ხა იმას შენ ეუნე შენს თავაზობ ის შენზე მუშაობს ანუ შენ რასაც ეტყვი რომ მე ეს მინდა ის იმას აკეთებს მე რა ყველაფერს ის არ არის ხოლმე შემოთავაზებებით პირიქით რომ აი მე რამეზე უარს კი არ ვამბობ ხა სწორად გამიგეთ არც ფანტაზიორობ და არც მივხვდი მაგრამ ის შეიძლებოდა ბევრად მეტი შემოთავაზებები ყოფილიყო რომ მე დაენახა მას ჩემგან რომ მე მზად ვარ რომ შვილიც დავაგდო ერთი წლით და ამას აკეთებენ ბევრი და აი ისე თიპატივისცემა მაქვს ამ ხალხის მიმართ და ისე შურს თქო ვერ ვიტყვი მაგრამ აი ძალიან მინდა რომ მეც მქონდეს მაგის გამძლეობა და ენერგია რომ მეც იგივე გავაკეთო და მე რაღაცნაირად ვერ ვაკეთებ. ნუ აი შენთვის აი ესეა რა ანუ ძალიან 50 აი მართლა ის მომენტი აი ადრე ვფიქრობდი რომ ნუ როგორ არა შესაძლებელია რომ ორივე შეათავსო და შესაძლებელია მაგრამ მაინც რაღაცას აკლო რომელიღაცას უნდა დააკლო მაგრამ მე იცი რა არის ეხა მთელი ცხოვრება რაღაცნაირად ესე გავიზარდე რომ უკვე გეგმა იყო ჩემზე რომ მე აუცილებლად ვიქნებოდი მომღერალი მე აუცილებლად უნდა ყოფილიყავი მე აი ეგ რაღაც მომენტში არ მომწონს აი რამდენჯერმე მეს ეგ ხო ეხა ვერ დამიგეგმავდნენ მათი ხასიათიდან გამომდინარე მე ხო ვიცი დედა ჩემი მე ხო ვიცი მამა ჩემი მე ხო ვიცი მამინდა ჩემი რომელიც ძალიან ჩართულია დღემდე ჩემ ცხოვრებაში ნანი მეორებები ანუ არ იყვნენ ეგეთი პრიმიტიულები ხა რომ დაეგეგმათ პირდაპირ ჩემი ცხოვრება მაგრამ ალბათ მონაცემიდან გამომდინარე ოჯახიდან გამომდინარე ხა ექიმი რო ჩემგან არ გამოვიდოდა ნუ რა თქმა უნდა ამაზე არავის არ უფიქრია მაგრამ აი რაღაცა ეს მეც დავიჯერე რომ აბა რა უნდა ვიყო მეც შენი სურვილიც ხო იყო მე რომ ეს პრიმა და აი რაღაცა ასაკში ხა მივხვდი რომ საერთოდ მინდოდა ეს ან ვინმე მკითხან? ოღონდ ცუდად კი არ მოფეხა ამას. მე რომ მეც გადამიწყვიტეს ოჯახში რა. მაგრამ გახსნი ხო ხარ? უი გაიღვიძე და უცებ ხო ესე უნდა იყოს და არ ვიცი ხა ეგრე რომ უნდა ვიყო შემილია ანუ მაგ მაგის ეგეთი ფანატიკური თქვა თუნდაც სიყვარული აი ვაღიარებ რა რომ ჩემზე ძალიან ბევრად შეყვარებული ოპერის მომღერლები არსებობენ აი მართლა ფანატიკურად რა და საერთოდ მგონია რომ ყველა საქმეს რასაც აკეთებ თუ ეგრე ძალიან არ გიყვარს და თუ აი ეგრე მზად არ ახარ რომ რაღაცები დათმო ხო შვილისთან ურთიერთობა ვიღაცებთან ურთიერთობა აი რაღაცები თუ არ დათმე მგონია რომ ისე უბრალოდ აზრი არ აქვს აქვს შეიძლება აზრი მაგრამ აი თამასა გრადუსი და თამასა დაწეულია და ხა მოვედე რაღაცა თამასა რაც დამიდეს ოჯახმა ან ოჯახმა ან არ ვიცი სოციუმმა აი ეგ თამასა რაღაცნაირად მე თვითონვე ცოტა ჩამოვწია და მივხვდი რომ არაუშავს არ არის აუცილებელი რომ ყველა მღეროდეს ლასკალაში თქვათ და არ არის აუცილებელი რომ მეც გავხსნა სეზონები მეტროპოლიტენში. აი სადღაც თუ ვიმღერებ ჩვეულებრივ საშუალო დონის ან თუნდაც რა ვიცი მე რაღაცნაირი დონის თეატრებში და მეცოდინება რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აი შეიძლება მაგაზეც ყვაყოფილი. და ეგ ყვაყოფილია ამ დროს შენი როცა იცი რომ აი ის ნახე. როცა იცი რომ ძალიან კარგი არტისტი ხარ, ფანტასტიკა ხარ. ჯერ არა ვარ მაგ ეტაპზე რომ უკვე ეგრე ვიფიქრო რა აი ჯერ არ მქონია ეგ ის. აი ეხლა მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია რომელიც გადაწყვეტს ჩემს მომავალს. პროტესტებით ხო, სანამ ჩავთავდით კამერებს თქვი რომ ძალიან დაკავებული ვარ რომ არა, ხო, ნუ ეხლა დაკავებული რომ ეხლა ესე წამოწოლილი მხარბეჭზე კი არა, უბრალოდ საერთოდ აქ არ უნდა ვიყო წესი. წინ და უკან უნდა იყოს და. ხო, აი რაღაცა ჩემ მეგობარია გვარს და სახელს არ ვიტყვი, რომელსაც დაახლოებით ჩემი ასაკის შვილი ყავს და ის სულ წასულია, სულ მარტოა და სულ იმიტომ კი არა, მე მის მაგივრად რა უფლება მაქვს ვისაუბრო, მაგრამ აი გრძნობ რომ რაღაცა ძალიან დიდი ტკივილი დაყვება მის აი ძალიან დიდ წინსვლას, რომელსაც აი ჩემ თვალწინ ვხედავ და აი რო უყურებ ამ ყველაფერს, აი არ ვიცი მე მაგისთვის მზად ვარ თუ არა, აი ვერ ხვდები. რთულია, ძალიან რთული
დილემის წინაშე დგახარ. დიდი დრო გინდა ხოლმე რომ რაღაცები მოხარშო twin-ში და კი, აი ეხლა რაღაცნაირად 30 წელი მგონია რომ აი ისეთი დიდი ცვლილების ის იყო, რა ქვია. ასაკირო, ხო, მგონია რომ ეხა რაღაცებზე უფრო ეხა მოვდივარ გონზე და ეხა მოვდივარ ჭკუაზე, რაც შეიძლება ხარიანით რაც დღეს გაქვს. ძალიან ყოფილი კი რა ისეთი მადლიერების გზნობა მაქვს ყოველ წამს, რომ ოღონდ ეხლა რაღაც მეორე უკიდურესობაში გადავით, ისეთი მადლიერი ვარ, რომ ვფიქრობ, რომ ღმერთო ნეტა ყველაფერი ესე იყოს ამაზე უარესად არა და რაღაც უკვე ცოტა იმას ვქენი რა ქვია. მადლობებს ეუბნები ყველას მე მაგისტები, მადლობა, აგერაი ტუტასთან ავდიოდი ყოველ. მადლობა რომ გაგიცანით, მადლობა რომ აი ეგრე ხა ალბათ შეიძლება არა, მაგრამ აი რაღაც ყოველ წუთას ვიცი რომ ძალიან მადლობელი ვარ რომ ესე ვარ, რომ ყველა ესე მყავს, რომ რაღაცა ჯანმრთელობა, აი ეგ რაღაცებით ვიწყებ და ვამთავრებ რა ყოველ დღეს და მე რაღაცნაირად უფასურდება სხვა დანარჩენი ყველაფერი. ოღონდ იცი რა ეგეც მგონია რომ ძალიან გამომუშავებადია. რაც ჯიმში რო დადიხარ და კონცი მუშავებ ისე რა უნდა გაახსენო შენ თავს ხშირად რომ ესეა შეიძლება და ესე ყოფილიყო იმას ესე აქ შენ ეს აი რაღაცა და მე რაღაცნაირად კარგად ლაგდება რა მშვიდად და მე როგორც კი ამ კარგად რო ხარ და კარგად ხო და სადღაც მე ისე ვეჭ რო შეიძლება მე ახლა ეს ყველაფერი კარგად როიდან ხან ამის უძიარ მოხდა რა შენ თვითონ მაშვები რა შენ თავს რა გვერდიდან ვიღაცას ერთი სიტყვა შეიძლება უცებ შენთვის ძალიან დამანგრეველი აღიქრება თუნდაც რაღაცას რა აი მოდი არ დავინგრეთ გოგოებო არ დავინგრეთ კი არა მადლობა შენ რო ხარ ესეთი ჩემი აიშვარი არაა რო ხარ აიშვარი არა ჩემი აიშვარია ძალიან ბევრი ვილაპარაკე მაგრამ იმედია არ ძალიან ბევრი ვილაპარაკე კი არა ნუ ძალიან მაგისთვის მოგიყვანე რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე ერთ გაიხსნა მაგრამ მაინც მე ჩართო თავისი არა და ხო იცი რომ საერთოდ არა ვარ ეგეთი ვიცი და მინდოდა ეგო აი რაღაცა სტანდარტულად ოღონდ ახლა ცუდად ლაპარაკობ ოპერის მომღერლები რაღაც ცუდი სახელია ცუდი სახელი როგორ აი რაღაცა მართლა ეს არა ეგ სტერეოტიპი დაიწყო დიდი ხანი რომ მოვდიოდი ჩემთან ზონოდი რომ დაწყმარდი დამშვიდი არაყვე უსკას სახე არ დაკარგო და შეინარჩუნე სახე არ დაკარგო მე ვარ აყოლილი ამ კრეტინის და ისეთ კრეტინებებს ვაკეთებ ხანდახან და მე რო ხვდები რომ ნანა შენ არ ახარ დაუბრუნდი შენ და მაყოფილო ხარ რამით რა მეტყობა რამე აბა როგორ დაიმშვიდობებოდი ხო მადლობა შენ მადლობები კი სამყაროს ძალიან მიხარია რომ აქავარ თქვენ და ეს დამშვიდობების პოზა ძალიან მოწონს აქაურობა განსაკუთრებით ხوار დაუკრავდი და იმღერებდი რუსკა გოროქდავიან რაღაც საუთავებ მაგიდაზე უთო ინსტრუმენტი ხო და ძალიან მოწონს უნდა გითხრათ თქვენი ისა ქუდის სიმღერა გადასარევი ფანტასტიკური ბავშვებით ხო კაი ბავშვი. ანუ ჩვენ მოხწოხარ და გვიყვარხარ შენ. გვევასები. მადლობა. მარიამ, მადლობა რომ არ დამნებდი არასოდეს. არ დაგნებდებოდა ის ცალკესად დასაწვენია მაგ საკითხში, ამიტომ არ დაგნებდებოდა. ხო და აქ რაღაცა პატარა კონფლიქტებია, მომავალ სტუმრებთან და დაულაკე რა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და ვისაც რამე არ გქონდ გვაკოცეთ